ეს მოტოსფეროა მოგესალმებით. ხალხის დაჟინებული თხოვნით რომ განგვეხილა ის მოტოციკლეტი, რა მოტოციკლეტითაც მე ყოველდღურად გადავადგილდები, მოვიყვანეთ სისრულეში და დღეს გადავიღებთ ZX6R-ის განხილვას. საუკეთესო 600-იანი მოტოციკლეტი, საუკეთესო თავის კლასში, საუკეთესო ქალაქში, საუკეთესო ქვეყანაში და საუკეთესო მსოფლიოში და რატომ? იმიტომ. მე ცოტა სუბიექტური ვიქნები ალბათ დღეს, მაგრამ მაინც ვეცდები რომ ობიექტურობა არ დავკარგო და რაღაც მინუსებიც თქვა ამ მოდელზე რა. ეს არის Kawasaki ZX6R, იგივე 626 და აქედან იწყება სახელიდანვე უკვე მისი გამორჩეულობა სხვა 600-იანი მოტოციკლეტებისგან, იმიტომ რომ თუ ვიღაც გკითხავს რომელი მოტოციკლეტით ხარ და იტყვი 626, ყველა მიხვდება რა მოტოციკლეტი გიყენია გარეთ ან გარაჟში. კონკრეტულად ეს მოდელი არის 2016 წლიანი, ეს კუზავი 2012 წლიდან ზევით 18-მდე გამოდიოდა, ხოლო 2018 წელს უკვე შეიცვალა. გემოვნების ამბავია ვის რომელი ცხვირი მოსწონს. ჩემთვის პირადად ახალი ცხვირი წინიდან უფრო მიმზიდველი არის, თუმცა არსებობს ძალიან ბევრი ადამიანი, ვისთვისაც ზუსტად ესაა ZX-ი და ის მერე უკვე რაღაც ვითომ შერბილებული ვარიანტი არის. ნუ ჩემთვის ახალი ცხვირი ბევრად უფრო ლამაზი არის, ვიდრე ეს წინ მომრგვალებული ფარები რა. მაგრამ ZX-ი არ კარგავს ZX-ობას არც ერთ მოდელში და ყველგან ჩაგრავს ყოველი წლის მოდელი ჩაგრავს თავის კონკურენტ ბაიკებს რა. ეს მოტოციკლეტი აღჭურვილი არის 4 ცილინდრით, 626 კუბატურიანი ძრავით, ძალიან ძლიერი მოტოციკლეტი არის და დამწყები რაიდერისთვის იდეალური ვარიანტი არის. შეგიძლიათ პირველ მოტოციკლეტად იყიდოთ ZX6R და დაიჩქაროთ ამით თქვენი სიცოცხლე, კი არა და დაიმოკლოთ სიცოცხლე და დაიჩქაროთ თქვენი გასვენება ამ ქვეყნიდან. რო ვისაუბროთ მის პლუსებზე, პირადად ჩემთვის ეს მოტოციკლეტი მართლა იდეალური არის და ალბათ ამ კლასში ამაზე უკეთეს ვერაფერს ვერ ვნახავდი. კი, ჩვენ ქვეყანაში ძალიან ბევრი ჰეითერი ყავს, ესე ვთქვათ, Kawasaki ზოგადად და ძირითადი მიზეზი რაც არის ხოლმე ის, რომ სუსტი რამა აქვს. მაგრამ რა ვიცი, ჯერ არ დავლეწილვართ და არ გამოგვიცდი ამის სუსტი რამა და დანარჩენი არსად არაზოს არ უღალატია და ზუსტად მაგიტომ მიყვარს Kawasaki, რომ მართლა ყველგან წასული ვარ Kawasaki-თ მთაშიც, ბარშიც, ერთი ზღვაზე არ წასული ვარ და ზღვაზეც წავალ და ვნახავ რა და იდეალური მოტოციკლეტი არის, თავის კლასში პირწმინდად ვიტყვი, რომ საერთოდ კონკურენტი არ ყავს, არც ერთი ადარებენ ხოლმე ტრიუმფს, მაგრამ საბოლოო ჯამში ვთვლი, რომ მაინც ჯობია რა. კი, რაღაც მახასიათებლებს შეიძლება ტრიუმფმა აჯობოს, თუმცა საბოლოო ჯამში ZX-ი ინარჩუნებს 600-იან კლასში პირველ ადგილს და ვერავინ ალბათ ვერ ჩამოაგდებს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში რა. წვას რაც შეეხება, ცოტას არ წვავს, ნუ კონკრეტულად ჩემი მოტოციკლეტი ნამდვილად არ წვავს ცოტას და რო შეხედო საშუალო წვის მაჩვენებელს თვითონ კომპიუტერზე დაახლოებით 8 ლიტრას აჩვენებს, მაგრამ რა თქმა უნდა, რომ შედარებით მეტს წვავს ვიდრე გვიწერს კომპიუტერზე. კი, წვა ბევრია, თუმცა ის შეგრძნებები რაც ამ მოტოციკლეტს მოაქვს, ნამდვილად ღირს ამად რა. ერთადერთი მე რაც ამ მოტოციკლეტში არ მომწონს და კონკრეტულად ამ წლოვანებაში ძალიან ხელს შეგიშლის ზეთის გამოცვლისას ზეთის ფილტრის ადგილმდებარეობა და ძალიან არაკომფორტული არის. არ ვიცი რატო ვერ გათვალეს ეს ინჟინერებმა და რატო დააყენეს ასეთ საშინელ ადგილას, იმიტომ რომ ფილტრის მოხსნისას თუ რაღაცეები არის იჩალიჩე, ესე ვთქვათ, ძალიან დიდი შანსია იმის, რომ დასვარო მთლიანი მოტოციკლეტი და ძრავი ზეთით. ეს არ მომწონს და არ მომწონს ის, რომ დეშბორდზე არ გიწერს ბენზინი რამდენი გაქვს დარჩენილი აუზში. და ამის ერთადერთი გზა რომ გაიგო რამდენი გრჩება არის, როცა აგიციმციმებს და აციმციმებიდან დაახლოებით 50-60 კილომეტრს გაგატარებს, ნუ გააჩნია როგორ ივლი, რა თქმა უნდა, ასე რომ პირველი რჩევა იქნება ის, რომ როცა აინთება ბენზინის მაჩვენებელი, მიხვიდეთ მაშინათვე ბენზინგასამართ სადგურზე და ჩაასხათ საწვავი. იმიტომ რომ კაცმა არ იცის რამდენია შიგნით და რამდენს ივლით. დანარჩენი ჯდომის პოზიცია, ხელების განლაგება ჩემთვის იდეალური არის. ეს მოტოციკლეტი არ არის ქალაქში სასიარულო, რა თქმა უნდა და
კომფორტი იმდენად მაღალ დონეზე არ აქვს, რაც შეიძლება კონდეს რაღაც adventure bikes ან streets, არის რაღაც პატარა ნიუანსები, რაც დისკომფორტს გიქმნის, თუმცა ეს მოტოციკლეტი შექმნილი არის ტრეკისთვის. ჩვენ და მეც მათ შორის მოძრაობთ ქალაქში ამ მოტოციკლეტით, თუმცა ეს ქალაქის მოტოციკლეტი არ არის და ვერ მოვთხოვ მე ვერც რაღაც საცობში ძრომიალისთვის შესაბამის მანევრს და ვერც რაღაც გადაჭარბებული დოზით კომფორტს რა. ეს მოტოციკლეტი უნდა იყოს ტრეკზე, უნდა გამოდიოდეს შეჯიბრებზე და ყველა სხვა მოტოციკლეტს უნდა ჩაგრავდეს. ZX ძალიან მარტივი, ესე ვთქვათ, მოუდები აქვს, სულ აქვს ორი მოუდი, ესე ვთქვათ, full mode და low mode. Full mode-ით მოტოციკლეტი იყენებს ძრავის 100%, ხოლო low mode-ით ძრავის 80%-ს იყენებს და ქალაქში სამოძრაოდ იდეაში არც გვჭირდება რომ full-ზე გადავხტოთ, მეც პირადად ყოველთვის low-ზე მიყენია ხოლმე და რა თქმა უნდა რომ ეს პირდაპირ პროპორციულია მე ბენზინის წვასთანაც. ასევე გააჩნია 3 traction mode. ესაა პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე შეგვიძლია საერთოდ გავთვალოთ ყველაფერი და ღმერთის ანაბარა დავრჩეთ. ძალიან მარტივი მოუდები აქვს traction-ის. პირველით დავდივარ ხოლმე მე ყოველთვის ქალაქში და გადავადგილდები ესეთ მშრალ ასფალტზე. წვიმის დროს შეიძლება ჩავრთო ხოლმე მეორე და მესამე მოუდი რა. ბევრს არაფერს არ ცვლის, გიცავს იმისგან რომ ზედმეტად არ დაატრიალოს უკანა საბურავი და ის ეგრეთ წოდებული wheel control-ი კონდეს და ამისთვის და ქალაქში სამოძრაოდ მე ვფიქრობ რომ პირველი ყველაზე ოპტიმალური არის. მოსვლებულ ასფალტზე კი შეგვიძლია უკვე გადავიტანოთ მეორე და მესამე traction-ში და ძალიან მარტივად ეცვლება, არ გჭირდება რაღაც იქ კომპიუტერზე შეხვიდე და აჭირო იმ ჩანგელი ან გუნგე და რაღაცეები, პირდაპირ აქვს მოთავსებული საჭის მარცხენა მხარეს ღილაკები, რითიც შეგვიძლია რომ ეს მოუდები შევცვალოთ. ვიზუალს რაც შეეხება, აქვს აგრესიული ვიზუალი ამ მოტოციკლეთს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ახალი ჩემთვის უფრო ლამაზი არის. მით უმეტეს თუ უკანა მხარეზე გადავალთ, უკანა მხარე ახალ მოდელებს უფრო მეტად დახვეწილი და გამოყვანილი ფორმებით აქვს, ვიდრე ამას რაღაც მსუქანი ქაливით აქვს რა. ხო და კიდე რაც გააჩნია ამ მოტოციკლეთს, ძალიან დიდი პლუსი ბიჭებისთვის რა. არის ის, რომ გეხმარება გოგოების დაკერვაში. განახებთ როგორ რა. გოგო მოდის შენკენ და რა შეუძლია ეხა ZX თვალს ჩაუკრავს. ძალიან მაგარია რა. მე პირადად ამით ვერც ერთი გოგო ვერ დავკერებ. მაგრამ რა ვიცი რა, სათქმელად ძალიან მაგარია. ზამაკაცია შენი გეხმარები გოგოს აგდებაში რა. ხო და ჩნდება კითხვა, არის კი ეს მოტოციკლეტი ისეთი სწრაფი რომ გაიქცე პოლიციას? კი, გაიქცევი პოლიციას. ხუმრობ რა თქმა უნდა, არავინ არ გაიქცევთ პოლიციას, მაგრამ ვაიდა რაღაცა გაიქცევით რა. ყველას აინტერესებს ალბათ რამდენ ხანში ანვითარებს ეს მოტოციკლეტი 0-დან 100 და 100-დან 200. კატალოგში როგორც უწერია 0-დან 100-მდე ადის 3 წამში, ხოლო 100-დან 200-მდე 6 წამში. Nice. ჩემი აზრით 600-იანი მოტოციკლეტისთვის ეს დრო მშვენიერია, თუმცა ეს არის რა თქმა უნდა სტოკის დრო და ეს არის ახალი ის როცა გამოყავს ქარგინიდან, მაღაზიიდან. როგორც ტრეკისთვის, ისე დრაგისთვის ეს მოტოციკლეტი თავის კლასში ყველას შეჭამს რა, პირდაპირ ვიტყვი მაგას. ქალაქში სიარულისას ძალიან რბილი არის, არ ვიცი კონკრეტულად ჩემი მოტოციკლეტი არის ესეთი რბილი. თუ ყველა ZX-ია, მაგრამ ამორტიზატორები იდეალურად მუშაობს და ძალიან ბევრჯერ ვერც კი მიგრძნია, როცა რაღაც წინაღობაზე გადამიულია რა. შეგიძლიათ იყოლიოთ ქალაქშიც, იაროთ ქალაქშიც, მაგრამ ჩემთვის მაგალითად Ninja 400 ბევრად უფრო კომფორტული იყო ქალაქში სასიარულოდ, იმიტომ რომ საცობებში უკეთესად შეგიძლია მანევრი მიხვევა და მოხვევა, ვიდრე ამით, იმიტომ რომ ამის მთლიანი მოხვევის კუთხე არის აი ეს და всё, მეტი არა რა. ასე რომ ვისაც გინდათ რომ სპორტული მოტოციკლეტი ყავდეთ და გამოიყენოთ იმისთვის, რისთვისაც არის შექმნილი, ეს მოტოციკლეტი ჩემი აზრით არის იდეალური. ჩვენი ვიდეო დასასრულს მივუახლოვდა. იმისაც რომ არ გამოგჩეთ ჩვენი შემდეგი ეპიზოდები, გამოიწერეთ არხი, დალაიქეთ ვიდეო, ვიმსახურებთ, დაგვიწერეთ კომენტარებში ბევრი გულები და დაგვიწერეთ ასევე კომენტარებში რომელი მოტოციკლეტის განხილვა გაინტერესებთ, კიდევ უფრო დეტალურად ჩავყვებით იმ მოდელს, განვიხილავთ, ნახავთ რა პლუსები, რა მინუსები აქვს და
რა ვიცი, უფრო მეც გავიგებთ ერთად. ძალიან დიდი მადლობა ტოტალას იმ წვლილისთვის, რაც მიუძღვით ამ არხის განვითარებაში. თუმცა ახლა ჩვენ რა თქმა უნდა არ გავჩერდებით და მოგვინიშნეთ კომენტარებში ის კომპანიები, ვისაც ისურვებდით ჩვენ სპონსორად და კიდევ აქედანაც გავაგონოთ ჩვენი ხმა მათ. შესაბამისად თქვენ კი იცით, რომ ჩვენ არაფერი არ გვენანება და ვინ სპონსორი გვეყოლება, თქვენც რაღაცას გიწილადებთ რა და გავათამაშებთ ხოლმე, ესე ვთქვათ. დარჩით ჩვენთან, გამოიწერეთ არხი, დაგვილაიქეთ ვიდეო. შევხვდებით მომავალ ხუთშაბათს.